უნდა ვისაუბროთ პაპილომავირუსზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია მსოფლიოში. ხშირად ორგანიზმში უსიმპტომოდ არსებობს, ადამიანის შესაძლებელია რომ ვერც კი მიხვდეს რომ ინფიცირებულია, სპეციალისტები კი ამბობენ რომ ვირუსის დროული აღმოჩენა, რეგულარული სკრინინგი და ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეს ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარია ეკა ადამია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე და ახლა ის უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს შუადღემშვიდობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ალბათ დავიწყოთ ალბათ თავი და პირველ რიგში განმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის რა არის პაპილომავირუსი და სტატისტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რამდენად გავრცელებულია ეს ვირუსი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, უბრალოდ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სწორად აღნიშნეთ, პაპილომავირუსი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული ვირუსი და ის რეალურად აზიანებს სასქის ორგანოების კანს, ლორწოვანს და შეუძლია ესეთი მძიმე დაავადებების გამოწვევა, როგორც არის საშუალო ნოსყლის კიბო, იქ არის სხვადასხვა ტიპის კიბოები, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ კანის და ლორწოვანის დაზიანებასთან. ასევე შეიძლება გენიტალური მეჭეჭები გამოიწვიოს და რეალურად შეიძლება ძალიან საშიში მდგომარეობაში ყოფნის ორგანიზმს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პაპილომავირუსის 200-მდე ტიპი არსებობს და მათგან ყველა არ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს, ზოგმა შეიძლება არანაირი გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ არის განსაკუთრებით აქტიური და ესე ვთქვათ, მძიმედ მოქმედი ტიპები, რომლებიც იწვევს სწორედ ესეთი დაავადებების განვითარებას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ესეთი ვაქცინა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო, რომელიც კონკრეტულად ამ დაავადებების ვთქვათ, თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. საკმაოდ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. დიახ, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. სოფლიოში რა თქმა უნდა ძალიან გავრცელებულია, იმიტომ რომ მარტივად გადადებადი ინფექცია, ჩვეულებრივად კანთან კონტაქტიდან შეიძლება გადავიდეს. თქვენც აღნიშნეთ თავიდან, რომ შეიძლება ადამიანს არანაირი სიმპტომი არ ქონდეს, მაგრამ მაინც გადამდები იყოს ასეთ შემთხვევაში და სიმპტომები შეიძლება რამდენიმე წლის მერეც კი გამოვლინდეს. ამდენად აი ამ ყველა ესე ვთქვათ, მისი თავისებურების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ მისგან თავის დაცვას და ამ ვაქცინაციის ჩატარებას. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ კონტაქტიდანაც შეიძლება გადავიდესო და კიდევ რა რითი გადადის, რა ხდება, როგორ არის ამ შემთხვევაში? ხელის ჩამორთმევით შეიძლება გადავიდეს, ხო? არა, ძირითადად რა თქმა უნდა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, თუ ანუ უშუალოდ კანთან კონტაქტზე, სხვადასხვა ასე ვთქვათ, შეიძლება ერთ-ერთი იშვიათი გადაცემის გზა არის ასევე რომ შეიძლება დედიდან შვილზე გადაცემაც იყოს, კი, ესეთიც არის, თუმცა უფრო იშვიათია, ძირითადად სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ამდენად ძალიან მარტივად ვრცელდება პრაქტიკულად 10-დან 8 შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ინფიცირება. კი, ძალიან სწრაფად გავრცელებადია და ამიტომ არის ფართოდ გავრცელებული ვირუსი, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ახლა აქ უნდა რა თქმა უნდა ხაზი გაესვას იმას, რომ ყველა ტიპი არ იწვევს დაავადებებს, როგორც უკვე აღნიშნე, არის განსაკუთრებული ტიპები და მაგალითად საშუალო ნოსყლის კიბოს შემთხვევაში დადასტურებულია, რომ 10-დან 7 შემთხვევაში ამას იწვევს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპები, მაგალითად გენიტალური მეჭეჭების შემთხვევაში მე-6 და მე-11 ტიპი. ანუ რეალურად ეს ტიპები გამოყოფილია და არის განსაკუთრებულად ასე ვთქვათ იდენტიფიცირებული, რომელსაც შეუძლია ამ დაავადებების გამოწვევა და აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ გამოიყენება 9 კომპონენტიანი, 9 ვალენტიანი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მორგებულია უპირატესად აი სწორედ ამ ტიპებზე, ის მორასივე ტიპს ერგება. ორასივეს არა, 9 არის, შესაბამისად 9 ტიპს ერგება, მაგრამ აი ხა რაც ხსენე მე-6-ს, მე-11-ს, მე-16-ს, მე-18-ს, კიდევ არის იქ 31, 33, 45. ანუ 9 ტიპის საწინააღმდეგო გენური ტიპები არსებობს, როგორც ვიცი. ეს რა განსხვავება ამ შემთხვევაში და ვაქცინის შემთხვევაში რომელ ტიპზე მუშაობს ეს ვაქცინა? ხო, აი სწორედ ამას ხსნია ხა მე რომ ამ 200 ტიპიდან ყველა არ იწვევს ონკოლოგიური ტიპის დაავადებას. შეიძლება გადაედოს ადამიანს, მაგრამ არ გამოიწვევს არანაირი დაზიანება, მაგრამ თუ ეს იქნა ის ტიპები, რომელიც მაგალითად ახლა ვახსენე და
გამოთვალე, რომელიც უშუალოდ დადასტურებულად საშუალო სკოლას 10-დან ყელის კიბოს 10-დან 7 შემთხვევაში იწვევს, გენიტალურ მეჭეჭებს 10-დან 9 შემთხვევაში იწვევს. აი ეს ტიპები არის, სწორედ ეს მე-11, მე-11 და მე-16 და მე-18 და ასევე სხვა დაავადებების ახლა შორს წაგვიყვანს ამის ჩამოთვლა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს ვაქცინა, რომელიც ჩვენთან გამოიყენება, არის 9 კომპონენტიანი, ანუ უფრო მეტი ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ხაზი უნდა გავუსვათ ასევე რომ ჩვენ აქამდე პროგრამებში გვქონდა 4 კომპონენტიანი ვაქცინა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია რომ 9 კომპონენტიანი შევიძინეთ და ასევე მნიშვნელოვანია რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გათვალისწინებულია ჩვენს იმუნიზაციის კალენდარში, ანუ შედის იმ სავალდებულო იმუნოპროფილაქტიკას დაქვემდებარებულ სიაში, რომელთაც კალენდრის მიხედვით იცრებიან 10-11-12 წლის გოგონები და ბიჭები და ასევე უმცირესი ასაკი როცა შეიძლება ჩატარდეს ვაქცინაცია არის 9 წელი, თუმცა დამატებითი აქტივობა გვაქვს ასევე ჩვენ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ შეიძლება აისრან 15-დან 45 წლის ჩათვლით გოგონები და ქალები და ასევე წელს ეს სიახლე რაც გვაქვს მამაკაცებშიც გაფართოვდა ეს წელი 45 წლის ჩათვლით, შარშან იყო მაგალითად 26 წლის ჩათვლით და წელს ეს სიახლეა სწორედ რომ ეს კოჰორტაც დაემატა და ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის ვისაც უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. სად უნდა მივიდეთ? სად უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია? იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში არის შესაძლებელი ვაქცინაციის ჩატარება. ხაზი უნდა გაუსვათ რომ ვაქცინაცია არ საჭიროებს არანაირ წინასწარ გამოკვლევას ან რამე დიაგნოსტიკას, უბრალოდ მეხვილად დავაფიქსიროთ. უკუჩვენება ერთ-ერთი რაც შეიძლება ვაქცინაციას კონდეს და ან რა დროსაც შეიძლება არ ჩატარდეს ვაქცინაცია, ეს არის ისე როგორც ჩვეულებრივი რუტინული ვაქცინაციის შემთხვევაში, შეიძლება მწვავე ინფექციის ან სიცხის დროს უბრალოდ გადავადდეს ვაქცინაცია გამოჯამრთელებამდე, ასევე ორსულობის პერიოდში არ ხდება და უნდა გადავადდეს ორსულობის დასრულების შემდეგ ხდება ვაქცინაცია. სხვა შემთხვევაში რამე განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვაქცინაციის ჩატარებას არ აქვს. ამდენად შეგიძლიათ მეხვილად იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში ვაქცინა არის ჯანმოსმიერ პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის და რა თქმა უნდა ყველასთვის არის უფასო, ანუ დაფინანსებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რომ დავაზუსტოთ, მაინც უკუჩვენება ბავშვების შემთხვევაშიც არ არსებობს, ხო? გამორიცხულია რომ იყოს. აი მაგალითად თქვენ ახსენეთ რომ შეიძლება პაპილომავირუსი გქონდეს ადამიანს და არ იცოდეს, ვერ ხვდებოდეს. მოვიდა თქვენთან ასაცრელად. და მას აქვს უკვე ეს. ამ შემთხვევაში რანაირად ხდება? არა, ეს ანუ ნახეთ ვირუსი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ვირუსმა ვერ გამოიწვიოს დაავადების განვითარება. ანუ ეს არის აქ მთავარი. დიახ, ვირუს ეს ვაქცინა სწორედ ხელს უშლის დაავადების განვითარებას. ეს არის აქ მთავარი მომენტი, რომ მოქმედებს დაავადების განვითარება. კი ბატონო, თუ დაავადება განვითარდა, ამ შემთხვევაში როგორია მკურნალობის გზები? ეხლა ძალიან დიდი მადლობა მკითხვისთვის, იმიტომ რომ აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება, თუმცა საშუალო სკოლის შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გვაქვს ასევე სკრინინგული კვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიეწოდება ბენეფიციარებს. სკრინინგის შემთხვევაში 25-დან 60 წლის ქალებში კეთდება და აქაც გვაქვს ჩვენ პრინციპში მაინც სიახლეა, ბოლო რამდენიმე წელია დაინერგა 25-დან 30 წლის ქალებში კეთდება პაპ ტესტირება, ხოლო 30-დან 60 წლის ქალებში გვაქვს უკვე დნმ ტესტი, HPV დნმ ტესტირება და ის უკვე შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ გაკეთდეს, ანუ გარკვეული პერიოდი, უფრო გაზრდილი არის ესე ვთქვათ ეს პერიოდულობა. იმ შემთხვევაში თუ სკრინინგით გამოვლინდა რაიმე პრობლემა, შემდგომ ეტაპზე დაფინანსებულია ასევე ციტოლოგიური კვლევა HPV ტესტირების შემთხვევაში, ასევე დაფინანსებულია კოლპოსკოპია, დაფინანსებული არის ბიოპსიის და ასევე დაფინანსებულია ჩვეულებრივად დამატებითი ციტოლოგიური იმუნოჰისტოლოგიური კვლევები. ანუ რეალურად ადრეული დიაგნოსტიკის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული ყველა ის გზა, რითაც შეიძლება სწორედ რომ თავი დავიცვათ რაღაცა მძიმე ფორის განვითარებამდე მისვლისკენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ რუტინულად, რეგულარულად ჩატარება სკრინინგის, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არის გათვალისწინებული და უფასოა, სწორედ ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს ორი კომბინაცია და ორი ესე ვთქვათ ღონისძიება
რეალურად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საშუალო სნოსყალის კიბოს შემთხვევაში უკვე ელიმინაციაზეც კი ლაპარაკობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ ეს არის რეალურად მიღწევადი, რომ 2030 წლისთვის არ გქონდეს ესე ვთქვათ საშუალო სნოსყალის კიბო. ძალიან კარგი. ევროპის რეგიონში. მაგალითად, აი ხვალ მივედი ასაცრელად ჩემ თავზე მოვაპარაკო. კი, რა თქმა უნდა, თქვენ აქტიური ჯგუფი ხართ, დიახ. გავიკეთე და რა ხდება შემდეგ, ანუ აღარ მიწევს, ანუ შეიძლება 5 წელი გავიდეს, 10 წელი გავიდეს და კიდევ უნდა იცრა თუ აი ეს რჩება და რჩება ორგანიზმში. კარგი კითხვა. დიახ, მადლობა კითხვისთვის. ეს არის ანუ გათვალისწინებული ჯერადობა. 15 წლამდე ეს ჯერადობა არის ორჯერადი, ანუ ორჯერადი ვაქცინაცია არის საჭირო მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით. ხოლო 15 წლის ზემოთ ტარდება 3 ჯერადი ვაქცინაცია, ანუ ჩვენი კალენდრით ამ ეტაპზე ეს არის გათვალისწინებული. ეს კეთება ესეთი სქემით, პირველი, შემდეგ 2 თვის თავზე და შემდეგ 6 თვის თავზე. ანუ რეალურად ეს არის 3 ჯერადი ვაქცინაცია და დამთავრდა. მოკლედ ეს არის მთელი, ესე ვთქვათ, მთელი ცხოვრება შეში არის ის, ვინმე შემოვა პაპილონა მოსჭრის თავს გამშვებს. კი ბატონო. რასთვე თან უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არ აქვს არანაირი გართულება ამ ვაქცინაციას თვითონ პროცესს მაქსიმალური, ასე ვთქვათ, გართულება რაც შეიძლება გართულებაცაც ვერ დავარქმევთ, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივად ინექციის ადგილსიწითლე, კუნჩი კეთდება მხარზე ძირითადად და შეიძლება იყოს ადგილობრივი რეაქცია, როგორც ნებისმიერი სხვა რუტინული ვაქცინაციის შემთხვევაში. კი ბატონო, მოკლედ კიდევ ერთხელ რომ მაყურებელს განვმარტოთ, 45 წლამდე არის უფასო ვაქცინაცია, 45 წლის შემდგომ არის უფასო სკრინინგი? არა, 45 წლის ჩათვლით ვაქცინაცია გვაქვს და 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებს გვაქვს საშუალო სკრინინგი. 25-დან 60 წლის ჩათვლით ეს არის უფასო სკრინინგი, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს მივიდეს თუ ცხადდება დრო. შეუძლია ბუკინგი დაჯავშნოს, მისთვის სასურველ დროს მივიდეს, ანუ ეს სერვისიც მუშაობს, ელექტრონულად შეიძლება კონკრეტული დღის და საათის დაჯავშნა და იმ საათზე შეუძლია მივიდეს, ასევე შეუძლია ჩვეულებრივად მივიდეს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს და იქ მიიღოს ადგილზე სერვისი. კი ბატონო. ერთიც მაინტერესებს. აი არის რა რომ აი რამე კონკრეტული თვისებები ხომ არ აქვს ამ ვირუსს, რომელიც მიგანიშნებს იმისკენ, რომ ეგ გაქვს ადამიანს. არა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ შეიძლება არანაირი სიმპტომი არ ქონდეს და ინფიცირებული იყოს ადამიანი და არ ვლინდებოდეს არანაირი სახით კი. მაგრამ მაგალითად ტკივილი მენჯის არეში ასეთი რომ გამიგე, აი ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ვიფიქროთ რომ პაპილომავირუსი შეიძლება გქონდეს. არა, ეს ახლა ეს არის გავრცელებული მითი. ტკივილი მენჯის არეში ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ ესე ვერ მივიტანთ ერთს. თავარია რომ ჩვენ ამ ეჭვებზე არ ვფიქროთ იმაზე რომ ეს არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება. ზოგადად არის ესეთი მიდგომა რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყება და ყველაზე ეფექტურია ვაქცინის გაკეთება, ვინაიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ანუ თავიდანვე მომზადებული, ანუ იმუნური სისტემა და დაცული არის ორგანიზმი, თუმცა როგორც ვთქვით, შემდგომაც შეიძლება ამის გაკეთება და შეიძლება ბატონო, ვაქცინაცია არის საუკეთესო გამოსავალი 2019 წლიდან, პრინციპი 2017 წლიდან კეთდებოდა საქართველოში, მაგრამ 2019-ში უკვე პროგრამულად არის გათვალისწინებული და შეტანილია კალენდარში და ამიტომ ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება და ნამდვილად უსაფრთხო. ესე იგი გავრცელებულ მითებს ჯობს, რომ ბევრი ყურადღება არ მივაქციოთ, ვაქცინაცია არის საუკეთესო გამოსავალი და სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა რომ იყავით.